ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურა კვანჭი, იარაღის განხილვა ქართულად. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. დღეს ისევ გვექნება ზღაპრის დღე. ავანთოთ მილიტარისტ მოკლედ რაც არის. ავანთოთ შანდალი და მოკლედ დღეს გვაქვს ზღაპრების დღე. ობჯანდი გამარჯობა მეგობრებო. ბატონო დავით. ბოლოს და ბოლოს ამას იმდეს იზამ, რომ აი მამას ესხათ ნაშობ გადასაფარებელს ამოწოვში რა. ამას ქვია მილიტარისტული შანდალი ქვია ამას. უნდა როდანთებ ხოლმე პიჯვარი გადაიწერე. აი. ზღაპარი მოყოთ ბატონო დავით. ამ შემთხვევაში ცხოველებზე. ყველა ზღაპარი ჭკუის სასწავლებელია და არც ეს ზღაპარია გამონაკლისი. ქართული ხალხური ზღაპარია ცხოველებზე. იყო და რა იყო ერთი ლომი. ლომი იყო რა, წარმოიდგინე დიდი ჯანიანი რამე ფაფრიანი და მთელ დღეს აზანზარებდა. ლომები სადაც ცხოვრობენ, იცი? კი. ტყეში. ტყეში არა ცხოვრობენ, პრერიებში ცხოვრობენ. სადა? პრერიებში. პრერია? აფრიკაში ეგ დიდი მინდვრებია და იქაც ცხოვრობენ. ტყეში ლომი არ ახარობს. მაგრამ რახან ზღაპარია მოდი და ტროპიკებში არის? რა. ლომი. ჯუნგლებში არ არის. პრერიებში და სავანებში ცხოვრობენ. სავანა არის აფრიკაში დიდი გაშვილი მინდვრებია, სადაც დადიან. აი ახლა ინფორმაციას უნდა მოვიძებს ხაფში. ბევრი ცხოველები გამიგე? ლომი რას აჭამს? საჭმელს. საჭმელს აჭამს, ხო გასაგებია რომ პულავერებს არ აჭამს, მაგრამ ცხოველებს ხო ჭამს, სხვა ცხოველებს. ბალახის ჭამია ცხოველებს. ანუ სადაც ბალახის ჭამია ცხოველებია, ანუ ვეგეტარიანელებს ჭამს? ჰა? ვეგეტარიანელებს. ვეგეტარიანელების მტერია. ეხლა ნახე რა ხდება. ანუ სადაც საყვებია, იქაც ლომია. ზებრები ტყეში არა ცხოვრობენ, ლომი ტყეში არა ცხოვრობს. სავანაშია ზებრები, ანტილოპა-გლუები, ლომიც იქაა და შენ მე ნუ გადაგიყვანე. მოკლედ დაუშვათ რომ ტყია. კაი. იმიტომ რომ ზღაპარია, თან ქართული ზღაპარია. მოკლედ ეს ჯანიანი ლომი აზანზარებს თელ დღეს და ერთხელაც ავად გახდა რა. ცუდად არის ძალიან და ხმა გავარდა არიქაგი ლომი ცუდად გახდაო და მთელი ისინი მოგროვდნენ ტყის ცხოველები. ყველანაირი. ზუბრიდან დაწყებული მაჩუს ღარბით დამთავრებული. ზუბრი ეგეთი ცხოველია, ჩლიქოსანი. საერთოდ ვისიც ეშინიათ, ის უყვართ კიდევაც ხოლმე, გამიგეგრია საერთოდ. საჭმელად უყვართ თუ? არა. შიში სიყვარულსა ვარ ეგეთი რაღაცა, რომ ეს ტარნი ყველას აშინებდა და თან იმიტომ უყვარდათ. თუ ვერავის ვერ ეშინება, არავისაც არ უყვარხარ. არა, ეგ არასწორია, პროიწოდეში. თუ ვიღაცა გაშინებს, ის არასოდეს არ შეიყვარო. ეცადო რომ არ შეაშინო, ან არ გეშინოდეს, ან კიდევ როგორ თავიდან მოიცი. ან შენ გაერიდო. მოკლედ მოგროვდა მთელი ცხოვრება შეწუხებულები არიან, მთელ ამბავში არიან და ეხლა ეს ლომი წერს რაღაცა ყინულები ადებს თავზე რა. ხა ზოგი პულს უსინჯავს, ზოგი ოყანას უყენებს. ხო, ფიქრობენ რომ რაღაცეთ უშელო. ანცა მოცელი ტყივა და მოყრითაც რაღაცა შალიჭო. მოკლედ
ეს ცოტა გონებაზე რომ მოვიდა ცოტა საღამოთი გამოიხედა და ყველა ცხოველია და მელი არ არის. ხო და მელია სად არის საჭიროში. რატო ვერ ავხედავ იკითხა. ნუ არ არის უთხრეს რავია, ვინმეს გინახეთ, არ გინახეთ, მოსული იყო, არ იყო მოსული და აი ამ დროს მგელმა ეს უკვე არის ზღაპრის გასაღები. მგელმა იცი რა უთხრა ლომს. ეგო მატყუ არ არისო, აფერისტი არისო. როცა სუფრები გაქო და ქეიფები გაქო, იმას არ აკლდება არასოდესო. აი ავად რო ხარო, არ მოვიდაო. ეგ დამპალი ეგაო. ეხლა რომაც და მეორე დღეს ცხოველებმა იქ ვის ესწრებოდნენ ამ ლაპარაკს, მელიას ამბავი მიუტანეს, რომ ლომმა გიკითხაო, რო არიყავიო და მგელმაცო აიღო და აი ეგეთი რაღაცა უთხრა. არა, ჩაგიშვა რომ უკვე ისეც ცხადი იყო რომ მელა არ იყო მოსული, მაგრამ ეს რო ჩააწვეთა რომ აი შენთან კეიფებში დადის და რაღაცა და აი ეგ მოკლედ მეორე დღეს მივიდა მელა. და ეს ლომი უკვე ცოტა კარგად არის მოყოშავებული და დაიძახეს მელა მოვიდა და ამოწეთი მოდი აქაო. რა არისო? რო არა მნახეო, ავად ვიყავიო, ამოდენაო, ოყნებს მიყენებდნენო, წურბლები და მასესო კისერზეო, მთელი ამბავი. შენ რა არ მოხდიო? ამა კიდე ხოიცი მელა რა, ხო იმზალებელო. რო გავიგე შენი ავტომობის ამბავიო, დავიარეო მთელი ტყეებიო, მთელი ჯუნგლებიო, პრერიებიო, სავანე, რაც კი რამე იყო, ვეძებდიო მაგარ იმასო. კურნარსო რა, ზოგი მჩხიბავთან მივედიო, ზოგი ექიმთან მივედიო, პროფესორები დავიხვიე თავზეო და ბოლო ყველაზე მაგარიო, იმიტომ ვერ მოვედიო, რომ ამ საქმეებზე დავარბოდიო და ბოლოსო, აი აფრიკაში ყველაზე ცნობილი მჩხიბავი ვინც არისო, მჩხიბავიც რა არის? როგორ იმკითხავს რომ ხო მოგიძე ეხლა მე ცხოველები ერთში მანქანა გიყოლა ეხლა დიპლომები არ აქვს და აი იმანო იცი რა მითხრაო რომსო თუ უნდა რამე ეშველოსო გელსო უკანა ფეხი უნდა მოსტეხონო კოჭი ამოუღონო ის კოჭი უნდა მოხარშოსო და იმის წვენი დალიოსო და მორჩებაო ვა ამოთხა მართლაო მამის ულს გეფიცებიო რა და მამა არ ყავს. არა, შეიძლება მამა არ ყავს, ანამ სული ხო აქაც. სული არის უგუდა ვიცოდი. მატყუ არა იყო ეს კაი უნამუსო ტიპი იყო და ამან ვებს უთხრა მიდიო რომ ის გლის კოჭი მომიტანეს ასაბო თუ ეგ მიშველის. აბა დაიჭის მგელია ვებხმა, ფეხი მოატეხა ეს კოჭი ამოაცალა და ჩააგდეს აი ესე ადუღებულ წყალში და ამბულიონსა სვამს. ესა რა. ლომი ბიჭო ეს მგელი გაგიჯდა როგორია ფეხი მოტეხეს კოჭი ამოუღეს დაკოჭდა ცისხლი გაზის ოდა ეხლა ეს ხო ბულიონს ასვავს და გავიდა იქ სადაც ბუნაგი ქონდა წამოწვა და ეს მენა ევრება მგელს რო აუ როგორ ახარ ჯანზეო წითელ ფეხებაო ფეხი ხო სისხლი ქონდა აი შენმა დამპალმა ენამ ნახე სადამდე მიგიყვანა აქედან მორალი ციხარი რა მოხდა? ტიპი? ბასოს დასწეს იმას. არა, აი ეს მგელი რატო მივიდა და რატო უთხრა? აი ეს რაც უთხრა, რომ აი მელია მიცი რა, იმიტომ არ მოდის კეიფებზე და გდებულიყო ჩუმა და კოჭი ზედეკნებოდა. არ მოვიდა რა შენი საქმე, თავი დაანებე რა, მელა რა ბოლო. მაგრამ აი თავისმა ტუტუცულმა და გძელმა ენამ და შურიანო არ ვიცი რა მისი გამორჩენა რა უპას აკუთარმა ენა რასაც ასეს იმას მოიყენო ხო მართალია სხვა ზორმოს უთხრიდა ჩავარდა თვითონ აი ეგ იყო რა მაგ ლომისა და ამის ამბები რა ვიცი მეგობრებო თქვენ თუ ეგეთი სიტუაცია გქონიათ გაგვიზიარეთ ბატონო დავით ამით ეხლა შედას მივხვდი რო არ უნდა ანუ რაღაცა რო იკითხავს რა შენი საქმეა ის ასე სხვისთვის ცუდი არ უნდა გინდოდეს თუ გინდა და ისეთი პაჭარა ხარ სულით რომ სხვისთვის ცუდი გინდა შეიძლება გინდოდეს შიგნით გინდოდეს არ უნდა წახვიდე და არ უნდა იმოქმედო რომ იმას შენი ენით რამე ცუდი და ზიანი შეემთხეს თორე თუ ეგეთი ტიპი ხარ ადრე თუ გვიან ის უბედურობა რასაც შენ სხვისთვის ჩალიჩობ და რაღაცა ენის ტარტალითა და იმით აკეთებ, ხო? ეგ კარგად დაიმახსოვრე.
აუცილებლად დაღუპავს იმას, ვინც მაგას აკეთებს. მე ახლა პატარა აღარა ვარ, ბევრი მინახე ეგეთი, რომ ვინც ეგეთი ის იყო დამპალიანის პატრონი. თვითონვე დაიღუპა და თვითონვე მოვიდა ის, რასაც ხუცის ნაშრებოდა. ამ გელს იმედი ქონდა, გაფატრავენ მელას, იმიტომ რომ არ მოვიდა რამის, ინამდვილეში ამაზე მოგეჯეს კოჭი. აი იგე. აი იყო ეგ ამბავი. აი მეგობრო, თქვენს მოგწერეთ თქვენი აზრი, მოსაკითხენ დაკავშირებით. მოვჭით ზღაპარი. კარგად გრძანდებოდეთ, შემდეგ ვიდეომდე. აჰა.